ეს ნოლან არბოა, პირველი ადამიანი, რომლის ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპიც მისივე ფიქრის ძალით მართავს ელექტრონულ მოწყობილობებს. ნოლანი თითქმის 10 წელია პარალიზებულია. 22 წლის ასაკში მან წყალში ჩახტომისას ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო. ადრე დილით გაღვიძების მიზეზიც კი არ მქონდა. შევეგუე იმას, რომ პარალიზებული ვიყავი და ეს იყო ჩემი ცხოვრება. თუმცა ყოველთვის მქონდა იმედი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ნოლანის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაიგო, რომ ილონ მასკის ნეურალინკი ტექნოლოგიის ადამიანებზე გამოცდას იწყებდა. უკვე დაახლოებით 1 წელია ნოლანს ტვინში ჩამონტაჟებული აქვს მიკროჩიპი, რომელიც რობოტის მიერ ქირურგიულად თავსდება ტვინში და უწვრილესი ძაფებით უკავშირდება მას. იმპლანტი შეიცავს 1024 ძალიან თხელ და მოქნილ ელექტროდს. ისინი ბევრად უფრო წვრილია, ვიდრე ადამიანის თმა. როდესაც ნოლანი რაღაცაზე ფიქრობს, მისი ნეირონები გამოსცემენ ელექტრონულ იმპულსებს. ჩიპის ელექტროდები კი ამ აქტივობას აფიქსირებენ. ჩიპი ტვინის ელექტრულ სიგნალებს აქცევს ციფრულ კოდად და Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება გარემოწყობილობას, მაგალითად smartphones, პლანშეტს ან კომპიუტერს. ის, რასაც ახლა ამ კომპიუტერით ვაკეთებ, ჩემს მდგომარეობაში შეუძლებელი უნდა იყოს. კოლეჯის მეგობრებთან ერთად ვიდეო თამაშს ვთამაშობდი. არა მხოლოდ მათთან ერთად თამაში შევძელი, არამედ სისწრაფეზე დაფუძნებულ თამაშში დავამარცხე კიდეც ისინი. ნეურალინკის შემდეგი გეგმა აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი თავის ტვინსა და სხეულს შორის. მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ ტვინიდან წამოსული სიგნალები გადაეცეს არა კომპიუტერს, არამედ პაციენტის კუნთებში იმპლანტირებულ სტიმულატორებს. ეს ადამიანებს, რომლებიც პარალიზებული არიან, საშუალებას მისცემს კვლავ გაიარონ და აამოძრაონ ხელები. ეს უძველესი ორნამენტები შესაძლოა ადამიანის მიერ მათემატიკის გამოყენების პირველი მტკიცებულება იყოს. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს კერამიკა, რომელიც დამზადებული იყო ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მცხოვრები ხალაფის კულტურის მიერ. ძველი წელთაღრიცხვით 6200-დან 5500 წლამდე პერიოდში. ჭურჭელზე გამოსახულია ყვავილები, რომლებსაც აქვთ 4 რვა, 16, 32 ან 64 ფურცელი. ამ ციფრების გამოყენება ქმნის გეომეტრიულ პროგრესიას, რაც მიუთითებს მათემატიკურ ლოგიკაზე, რომელიც დაფუძნებულია სიმეტრიასა და გამრავლებაზე, ნათქვამია გამოქვეყნებულ ნაშრომში. Forbes-ის მონაცემებით Beyoncé შეუერთდა მილიარდერების რიგებს და გახდა მეხუთე მუსიკოსი, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა. გრემის მფლობელი სუპერვარსკვლავი ახლა სიაში ისეთი მუსიკოსების გვერდითაა, როგორებიც არიან Taylor Swift, Rihanna და მისი მეუღლე Jay-Z. Forbes-ის ცნობით 44 წლის მომღერლის ფინანსური წინსვლა მის კარიერაში გარდამტეხ წელს მოჰყვა. მან 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა country ალბომით Cowboy Carter, რომელიც წინა წელს გამოვიდა. Beyoncé ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალია, რომელმაც საუკეთესო country ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა და გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტია. რიო-დე-ჟანეიროში ისეთი სიცხეა, ზოოპარკის მომლელებსა და ვეტერინარებს მოუხდათ ცხოველების გასაგრილებლად სპეციალური პროგრამა შეექმნათ, რომლის მთავარი ნაწილიც ცხოველთა სახეობებზე ინდივიდუალურად მორგებული ნაყენია. ორანგუტანებისთვის საზამთროს ნაყენი, მაიმუნებისთვის ნესვის, მტაცებლებისთვის კი სისხლისა და ხორცისგან დამზადებული გაყინული დესერტი. ჩვენი მთავარი მიზანი სახეობების ბუნებრივი ქცევის სტიმულირება და მათ რუტინაში მრავალფეროვნების შეტანაა. ამასთანავე ნაყინი გვეხმარება ამ ცხოველებისთვის თერმული კომფორტის უზრუნველყოფაში.